უცხოელი ავტოდილერების გაკონტროლება და მათი დაჯარიმება დაიწყო. ამის შესახებ ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ. ასოციაციის ცნობით, საგადასახადო ვალდებულებებისთვის თავის არიდების გამო რამდენიმე ათეული არარეზიდენტი პირია დაჯარიმებული. საქართველოში უცხოელი ავტოდილერების რაოდენობა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე განსაკუთრებით გაზრდილია, რადგან საქართველო ერთ-ერთი მთავარი ქვეყანაა, რომლის გავლითაც ავტომობილები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის შუა აზიის ქვეყნებში ხდება, საიდანაც არსებობს ეჭვი, რომ ავტომობილების ნაწილი შესაძლოა რუსეთშიც გადიოდეს. აღსანიშნავია, რომ სექტემბერში ავტომობილების ექსპორტ-იმპორტი შემცირებული იყო. ექსპორტში კლებამ 3% შეადგინა, იმპორტში კი 31%. თუმცა, მიუხედავად ამისა, წელს ჯამურად მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობის მონაცემები ისტორიულ მაქსიმუმზეა. კერძოდ, წელს 9 თვეში საქართველოში იმპორტირებულია 2 მილიარდ 800 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილები, რაც წლიურად თითქმის 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ასევე გაზრდილი არის საექსპორტო ბაზრებზე 2 მილიარდის ავტომობილები გავიდა, რაც 14%-იანი ზრდა არის. რა ტენდენციებია დღეს ავტომობილების ბაზარზე და რას შეცვლის არრეზიდენტი დილერების მიმართ კონტროლის გამკაცრება? თემაზე საუბარს ალექსი ნონიაძესთან, საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელთან ვაგრძელებთ. მოგესალმებით, ბატონო ალექსი. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუდიაში სტუმრობისთვის. როგორც ცნობილი არის, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო უკვე სახელმწიფომ, კერძოდ შემოსავლების სამსახურმა არარეზიდენტი უცხოელი ავტოდილერების მიმართ. ჩვენ ვიცით, რომ გასულ პერიოდში არაერთი თვე არის, რაც ადგილობრივი სექტორის წარმომადგენლები საუბრობთ, რომ გარკვეულწილად არაკონკურენტულ პირობებში დგებიან ადგილობრივი დილერები უცხოელ დილერებთან შედარებით. თქვენი ინფორმაციით, რა ვითარება არის ახლა ბაზარზე და ამ გადადგმულ ნაბიჯების გამკაცრებამ გარკვეულწილად კონტროლის რა შედეგი შეიძლება მოგვიტანოს ბაზარზე? პირველ რიგში მოგესალმებით, მოგესალმებით ჩვენ მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად ჩვენთვის საინტერესო თემაა და მე მგონი სენსიტიურია თუ მთელი საქართველოსთვის არა, ნახევარი ჩვენი ქვეყნისთვის მაინც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანია ამ თემით დაკავებული, ამ საქმიანობით და ძალიან ბევრი შემოსავლის წყაროა, რაც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად ქართულ ოჯახებში იკლო, შეიძლება ითქვას. ეს გამოწვეული იყო სწორედ იმით, რომ არარეზიდენტი პირები, რომლებიც შუამავლები გაჩნდნენ პანდემიის პერიოდში, შემდგომ უკვე გადმოინაცვლეს, თავი დაიმკვიდრეს აქ და ფაქტიურად ახლა დიდ კონკურენციას უწევენ ქართულ დილერებს. დამატებითი ღირებულება არაერთხელ გვაქვს ნასაუბრები თქვენ ეთერში, დამატებითი ღირებულება, რაც იქნებოდა, ახლა აღარ იქნება და ძირითადად მოგების სახით მაინც უცხოელ დილერებს გაყავს. რაც ქვეყანას რჩება, შეიძლება ითქვას იმასთან შედარებით, რაც რჩებოდა, იმასთან მიმართებაში მცირეა. გაზრდილია რეექსპორტი, გაზრდილია იმპორტიც, ისტორიულ მაქსიმუმზეა, მაგრამ უყურეთ დაუკვირდით რა მომენტია, რომ როდესაც შემოყავს ქართულ დილერსაც, იმისათვის რომ ყაზახ დილერს მიყიდოს, ყაზახ დილერს მიყიდოს და ამავდროულად ვისთვისაც შემოყავს, მას შემოყავს დამოუკიდებელი პარალელურ რეჟიმში. შესაბამისად, იქნება ის, რომ გვაქვს გაზრდილი იმპორტის, ასე ვთქვათ, მაჩვენებლები, ექსპორტიც ასე თუ ისე იზრდება და შედეგად იმას ვღებულობთ, რომ დიდრდება უცხო ქვეყნის მოქალაქე, ქართულ ოჯახებს მაქსიმალურად აკლდება და აკლდება. ძალიან ცუდი მდგომარეობა ამ ეტაპზე ახლა ბაზარზე, რამოდენიმე დღის წინ გახდით და მირეკავენ პერიოდულად დილერებიც და თავიანთ გაჭირვებას მიზიარებენ, სხვა შვილს უნდა გაუზიარონ პრინციპში. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ საუბრობთ, რაც ასოციაცია შეიქმნა ამ გამოწვევაზე და შეიძლება ითქვას, რომ რაღაც კმედი ნაბიჯი ამ ბოლო 5 წლის განმავლობაში ახლა გადაიდგა შემოსავლების ახალი ხელმძღვანელობას რო შევხვდით და გადაწყვიტეს, რომ ადმინისტრირება გაეზარდათ. მადლობა მათ ამისთვის. რამდენიმე ათეული პირი არა რეზიდენტი პირი არის დაჯარიმებული სოლიდური თანხებით. ჯერჯერობით ეს პროცესი მიმდინარეობს და შედეგებზე ალბათ ნაადრევია საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ პირველი ნაბიჯი კარგია, მადლობა მათ ამისთვის. მადლობა ასევე თქვენი ეთერით ვისარგებლებ, მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნინო წილოსასაც ასეთი ეფექტური, ასე ვთქვათ, კომუნიკაციისთვის, რაც შემოსავლების სამსახურში მის დახმარებით მოხდა და თუ ეს მიიღებს რაღაც უფრო სისტემურ ხასიათს, მე ვფიქრობ, რომ რაღაც შედეგს გამოიღებს, მაგრამ ეხლა რაღაც შედეგებზე, რაღაც
რეზულტატებზე ალბათ ლაპარაკი ზედმეტია, იმიტომ რომ ჯერ კიდევ შეიძლება ითქვას, რომ გასაკეთებელი ბევრია. სისტემური ხასიათი უნდა მიიღოს ამან. კონკრეტულად რაზე არის საუბარი ბატონ ალექსანდრე, დავა კონკრეტოთ, ის უცხოელი დილერები ვიცით რომ მათ შორის შუა აზიის ქვეყნებიდან არიან ჩვენთან ჩამოსულები, ვინც მაგალითად შეიძლება ითქვას რომ არაკონკურენტულ გარემოსვლისგან არ იხდის აუცილებლად განსაზღვრულ გადასახადებს, მათ მიმართ დაიწყო კონტროლი, თუ სწორად მივხვდი და ეს როგორ შეიძლება ბაზარზე აისახოს უკვე ადგილობრივი დილერებთან მიმართებაში, თქვენ თქვით რომ ბევრი არის ხო ზოგადად ამ მიმართულებით გასაკეთებელი. კი ბატონო, დარღვეული, დაჯარიმებული პირები არიან იმისთვის დაჯარიმებულები, მე როგორც ამიხსნეს და მითხრეს და გათესია, ლოგიკურია, ვინც არღვევს, ასე ვთქვათ, საქართველოს საგადასახადო კოდექსს, ხო? დამრღვევი პირები, რომელიც ბიზნეს სუბიექტები არიან, ეწევიან ბიზნეს საქმიანობას, მაგრამ არაფერს არ იხდიან და დარღვევით ფუნქციონირებენ, კანონდარღვევით ფუნქციონირებენ. თავს არიდებენ გადასახადებს. ეს ერთი, მეორე რაც საუბრობთ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე, მხოლოდ მისასალმებელია. ამ ეთერებშიც ბევრი გვისაუბრია, გვიკამათია კიდევაც ამ თემასთან დაკავშირებით. ცოტა წარმოუდგენელია, რომ რაღაც კონკრეტულ რეჟიმში მოვაქციოთ ქართული დილერი, უცხოელი დილერი არაფერს არ იხდიდეს, ხო? ეს შეუძლია არავითარ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე საუბარი ზედმეტია. ვინც ამ თემით აპელირებს თუნდაც ჩვენთან მიმართებაში, ეს მიუღებელია. ჯერ ყველაფერს თავი დავანებოთ თანაბასწორ პირობებში უნდა ჩავაყენოთ ქართველი და უცხოელი დილერი. პლუს მაგას მეორე საკითხია, რომ იგივე განვითარებულ ქვეყნებში ეს ისტორია უკვე, რაც განვითარებულმა ქვეყნებმა გამოიარეს, სანამ ბაზარს გახსნიდნენ რაღაც კონკრეტული ბიზნესისათვის, ყოველთვის ასეა, რომ თავის საკუთარ ბიზნესს ამზადებენ. ესე არ არის, რომ მაგალითად ევროპის ღიაცა, ამერიკის ღიაცა, იგივე ავიაკომპანიებთან ტრანსპორტს ეხება, ასე არ ხდება, რომ უცებად ჩვენ ცა გავხსენთ, მაშინ როცა ჩვენ ავიაკომპანიებს რაღაც გამოწვევები აქვს, ან ჩვენ ბიზნესს აქვს რაღაც გამოწვევები. ჯერ ამისთვის ამზადებ შენ ბიზნესს, რომ იგი კონკურენციაში შევიდეს და გაუძლოს კონკურენცია, ისევე როგორც არ ვიცი, შვილი პარალელი რო გავალოთ, შვილი ზვიგენებით სავსე წყალში ჩააგდო, რომ ცურვა ისწავლო. ჯერ მინიმუმ ცურვა ხომ მაინც უნდა ასწავლო, რომ მე იქ რაღაცა თავი გადაირჩინოს ხო ელემენტარულად. ასეო ბიზნესში არავინ არ ვეწინააღმდეგებთ ასეო უცხოური ინვესტიციებს. იყო საუბარი რომ უცხოური ინვესტიციები შემოსულა შეიძლება იყოს თუ არა. რა თქმა უნდა შემოვიდეს, მაგრამ იცით რა არის, როცა უცხოური ინვესტიცია შემოდის იგივე ქართულ ბიზნესში, რამდენ ადამიანს ასაქმებს ეს უცხოური ბიზნესი, რამდენ შემოაქვს ბიუჯეტში, რამდენი სტოვებს ქვეყნის ეკონომიკაში. თუ არც ასაქმებს, არც ქვეყნის ეკონომიკაში არაფერს არ ტოვებს და არც ბიუჯეტში არაფერი არ შემოაქვს, მე ვერ ხვდები თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა რას ნიშნავს. გაუხსნათ ყველას ხარი ჩვენ არაფრით ვისარგებლოთ. ჩვენ აღნიშნეთ, რომ იყო კლება ის სექტემბრის მონაცემებით, მათ შორის იმპორტში მნიშვნელოვანი 31%-იანი, მაგრამ თუ კი წელს დავაჯამებთ, როგორც იმპორტში, ასევე ექსპორტში არის ზრდახვა. საიდან მოდის უხეშად რომ ვთქვათ, ეს მაჩვენებლები შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ უკვე აქტიურად არიან ეს სწორედ უცხოელი ავტოდილერების მონაცემებით აქტიურად არის ჩართული და მხოლოდ ვთქვათ ქართველების მიერ ჩამოყვანილი მანქანები და შემდეგ იგივე ექსპორტზე გატანილი არ გვხდება. და საინტერესო არის სექტემბრის კლებაც რა შეიძლება გამოიწვია. ეს ტენდენცია რამდენად შეიძლება გაგრძელდეს იმპორტის კლების ნაწილში. იცით რა არის, ყოველთვის აქტიური იყო ზაფხულის და შემოდგომის პერიოდი ჩვენ ბიზნესში, ამ ბიზნესში ყოველთვის აქტიური იყო და ყოველთვის მე მოდიოდა საკმაოდ აქტიური პერიოდები და მე პასიური პერიოდები. ხო, ნენელა აქტიური პერიოდიდან გადავდიოთ პასიურზე. პლუს მაგას მინდა გითხრათ, რომ ნეგატიური მოლოდინები იყო იგივე ცენტრალური აზიის ბაზრებზე, იმ გაგებით, რომ მომხმარებელი წლის დასაწყისში მაგალითად ჰქონდათ პრობლემები, მთელი რიგი გამოწვევები, საკანონმდებლო ცვლილებები, რეფორმაც გატარდა ნაწილობრივ და ეს ნეგატიურ მოლოდინებს ჰქონდა მომხმარებელთან. რამაც ხელი შეუწყო ის, რომ ცოტათი რომ დარეგულირდა, სიტუაცია გაირკვა, მერე უკვე დაიწყეს უკვე დამატებითი მოთხოვნა გაჩნდა და ეს აისახა კიდევაც ბაზარზე. მაგრამ კიდევ ერთხელ ძირითადი გამოწვევა მაინც ის არის, რომ ბაზრის ზრდის ძირითადი გამოწვევა ის არის, რომ ერთდროულად ყველა შემოვიდა ამ ბაზარზე და ყველას ჩამოყავს ავტომობილი აბსოლუტურად, როგორც არარეზიდენტ, ისე რეზიდენტ პირებს. და ვის ეყიდება და ვის რჩება, ადვილი შესაძლებელია იმ კუთხით, რომ ელემენტარულად პირველადი რეგისტრაცია რო გაიზარდა, როგორ ფიქრობთ, საქართველოს მოქალაქის
საქართველოს უნარიანობა გაიზარდა, ესე უცაბედად გამომდიდრდი და 100,000 მანქანით მეტი ეს ის ფულია და ის ავტომობილი, რომელიც რეექსპორტისთვის იყო შემოყვანილი, ვერ გაიყიდა და დარჩა საქართველოში. აი კაც რეალობა ეს არის. იმიტომ რომ ქართველი დილერი თამაშგარებ მდგომარეობაში რომ დარჩა, იგი იძულებული იქნა დაირეგისტრირებინა მანქანა, იცი ჩვენი საგადასახადო კანონმდებლობა და შემდგომ განებაჟებინა ავტომობილი. რაც ზარალია მისთვის და ის განვითარებული აქტივია, რომლის უკან დაბრუნებაც ფულადი სახით ახლა უჭირს. ძალიან მოკლედ აი ამ ცვლილებების თქვათ იგივე კონტროლის გამკაცრების შედეგად რას ელოდებით, რამდენად შეიძლება ეს გაიწოვოს, უხეშად რომ თქვათ საავტომობილო პროფიციტი ხო, რაზეც ფაქტობრივად თქვენც ამბობთ რომ რჩება ეს ბაზარზე პროფიციტის სახით. კი ბატონო, ნუ მივესალმებით ამას, მაგრამ თუ ეს მიიღებს ასე თქვათ უფრო სისტემურ ხასიათს და მუდმივ ხასიათს მიიღებს, მაგ შემთხვევაში შედეგი გვექნება, თორემ გარკვეულწილად ეს სიგნალი იქნება იგივე უცხოელი დილერებისათვის, რომ აქ საქმის წარმოება, ბიზნესის წარმოება ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე არ შეიძლება და შეუძლებელია, მაგრამ ამან კიდევ ერთხელ რაღაც შედეგი მოგცეს, აი თქვენი ეთერით მიმართავ შემოსავლების სამსახურს, ამას სისტემური ხასიათი უნდა მიიღოს და ადმინისტრირება კიდევ უნდა გამკაცრდეს და კიდევ უნდა დაიხოცოს იმ კუთხით, რომ დაინახონ არარეზიდენტმა პირებმა, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ქვეყანაში უცხო ქვეყანაში საქმიანობა კანონდარღვევით არ შეიძლება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ბუნებრივია ჩვენ მივადევნებთ თვალს, როგორ განვითარდება მოვლენები. ალექსი ნონიაძე, საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი იყო ჩვენი სტუმარი.